ოცნება ადასტურებს, რომ BBC-სგან საჩივარზე პასუხი მიიღო, ამას რეჟიმი მალავდა, სანამ ინფორმაცია ფორმულამ არ გაავრცელა. ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი ადასტურებს, რომ ბრიტანულმა მაუწყებელმა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, რაც საგამოძიებო ფილმის პლატფორმებიდან წაშლას და ბოდიშს გულისხმობდა. საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს უჭერთ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას. თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ ვითხოვთ BBC-ს პრესპიკერის პასუხში, რომელიც ფორმულამ მიიღო. ფილმის სახელწოდებით "როდესაც წყალი გწვავს ბრძოლა საქართველოსთვის" ისევ დებს BBC-ს პლატფორმებზე. ბოდიში კი არსად გამოქვეყნებულა. ეს ნიშნავს, რომ შიდა განხილვის ერთი ეტაპი დასრულდა, ახლა ოცნებას შეუძლია მაუწყებლის სარედაქციო საჩივრების განყოფილებას მიმართოს. თუ რეჟიმი კმაყოფილი არც მათი მიღებული პასუხით იქნება, შეუძლია გადაინაცვლოს ბრიტანეთის სამაუწყებლო რეგულატორში. კიდევ ერთი გზა კი ბრიტანულ სასამართლოში სარჩელის შეტანა. სალომე ლაბაძე მოისმინა ოცნების პირველი გამოხმაურება ამ თემაზე, რომელიც ფორმულას ეთერს უერთდება. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ შალვა პაპუაშვილის კომენტარი, რომლითაც დადასტურდა, რომ ინფორმაცია BBC-ს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ტელეკომპანია ფორმულამ საკუთარი ძალისხმევით მოვიპოვეთ, რეჟიმისთვის უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია, თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ BBC-მ არ დააკმაყოფილა რეჟიმის საჩივარი, ივანიშვილის პარტია რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებას უმალავდა. რატომ? აი, სწორედ ამ შეკითხვით მიმართეს დღეს ჟურნალისტებმა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის შენობაში. პაპუაშვილის პასუხი კი, როგორც მოსაუდნელიც იყო, არის ბრიტანულ მაუწყებელზე თავდასხმა. ანუ პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიტანულმა მაუწყებელმა ამ გადაწყვეტილებით საკუთარ რეპუტაციას მეტად ავნო, ვიდრე ავნო ქართულ ოცნებას. იმასაც ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება BBC-სგან ქართული ოცნებისთვის მოუდნელი არ ყოფილა, თუმცა პროცედურის შესაბამისად ოცნებას ისევ BBC-ში მოუწევს საკუთარი საჩივრის წარდგენა კიდევ ერთ შიდა მარეგულირებელ ორგანოში, რომელიც განსხვავებული შემადგენლობითაა დაკომპლექტებული და თუ პაპუაშვილის ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილებს BBC ქართული ოცნების საჩივარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტიას სურს თუ არა ეს მას მოუწევს, რომ ბრძოლა გააგრძელოს უკვე მაუწყებლის მიღმაც, ანუ მიმართოს ამ ბრიტანულ სასამართლოს, ან საბოლოო საქმე მიიტანოს სტრასბურგის სასამართლომდე და სწორედ იქ ამტკიცოს მოსამართლეების წინაშე ის, რომ მას გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია, რის ვარაუდსაც ავრცელებდა სწორედ BBC-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ოცნების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ისევ დევს ყველა შესაბამის პლატფორმაზე და ამის გამო, ამ რეპორტაჟის გამო BBC-ს ქართული ოცნებისთვის არც ბოდიში მომხდია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ მათი პასუხი, რა თქმა უნდა, მათ წინასწარ ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არაპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიცია არის. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ამ პროცედურებს. თავარი არის ერთი რამე, რომ ისინი არიან მტყუანები, ჩვენ ვართ მართალი. ეს დადასტურდება და ხა მათ ხელში არ დადასტურდება, ეს თავიდანვე ცნობილია. რაც უფრო ესე ვთქვათ, გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს, იმიტომ წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ შემდეგ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც მოპასუხე იქნება უკვე ბრიტანეთის სახელმწიფო იქნება და სახელმწიფო დამარცხდება ქართულ ოცნებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ BBC-მ ქართულ ოცნებას არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა რეპორტაჟის წაშლის და ამ რეპორტაჟის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ ტელეკომპანია ფორმულამ მოვიპოვეთ. შესაბამისი პასუხი მივიღეთ BBC-ს სპიკერისგან, პრესპიკერისგან. ქართული ოცნება კი ამ ინფორმაციას რამდენიმე დღის განმავლობაში იმის მიუხედავად, რომ ამ ინფორმაციას ისინიც ფლობდნენ, როგორც ეს დღეს შალვა პაპუაშვილის კომენტარით დადასტურდა, საზოგადოებას უმალავდა.